EBRD რუსთავის აზოტისთვის 155 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსებას გამოყოფს. Oen Capital ჯგუფში შემავალი საწარმოს რუსთავის აზოტმა და ევრობანკს შორის შეთანხმება უკვე გაფორმდა 155 მილიონიანი ფინანსირების პაკეტი ქართული სასუქოვანი პროდუქციის მწარმოებელ კომპანია რუსთავის აზოტს ამიაკის ხაზის წარმოებასა და რეაბილიტაციას მოხმარდება, რის შემდეგაც ენერგიის მოხმარება 30%-ით შემცირდება. Როგორც კომპანიაში განმარტავენ, რუსთავის აზოტში წარმატება გაიზრდება და საექსპორტო პოტენციალი გაორმაგდება, ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსთავის აზოტის თანაფლობელი საპარტნიორო ფონდი გახდება. არის მნიშვნელოვანი დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება, ექსპორტის პოტენციალი იზრდება ქვეყნის და რა თქმა უნდა ეროვნული ვალუტისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე ეს არის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც არის გარემოს დაცვის მიმართებაში ყველა სტანდარტთან შესაბამისი. დღეს ჩვენ ვაწარმოებთ 500,000 ტონა გვარჯილას, სადაც 450,000 გადის ექსპორტზე. 50,000 მოიხმარება საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ 1 მილიონ ტონამდე ეს პროდუქცია. რა თქმა უნდა, ავტომატურად გაიზრდება ექსპორტი. ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია. ეს საწარმო ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი და ექსპორტიორია საქართველოდან. უპრეცედენტოდ მაღალი თანხის მობილიზება შევძელით ამ საწარმოსთვის, რის შედეგადაც საექსპორტო პოტენციალი გაორმაგდება და იმ ტექნოლოგიების დანერგვა მოხდება, რითაც შესაძლებელი გახდება ენერგოეფექტურობის მიზნის მიღწევა. ჩვენი კაპიტალ დაბანდებით დანახარჯების 30%-ით შემცირებას და საწარმოო ხაზების განვითარებას მოვახდენთ. ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.